ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ენერგეტიკოსთა დღის აღსანიშნავად. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. ენერგეტიკოსის დღეს ჩვენ წელს უკვე 22-ად აღნიშნავთ, რაც ნიშნავს, რომ ეს სასიამოვნო და მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა, როცა ენერგეტიკოსთა ყველა თაობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთად შეკრება და დარგში მიმდინარე პროცესების, რეფორმების და სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, საკუთარი გამოცდილების და გეგმების გაზიარება. სიმბოლურია, რომ წელს ენერგეტიკოსის დღეს ქვესადგურ თელეთი 220-ის სივრცეში აღნიშნავთ. ეს ახალი ქვესადგურია, რომელიც სულ 5 წლის წინ ამოქმედდა, რაც ასახავს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე მშენებლობა განვითარების პროცესს და დარგში არსებულ პროგრესს. ახლა კი ნება მომეცით სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებზე და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერშიც, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად თქვენ შრომას და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველა ერთად ვისწრაფით. ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები ემსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივი გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობები. წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს 9698 მილიონი კილოვატ-საათს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის ბოლოს უკვე 14911 მილიონი კილოვატ-საათს მიაღწევს, რაც არის უდიდესი პროგრესი, რაც აღენიშნა ამ დარგში. 2012-24 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1255 მეგავატი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც აუცილებლად წარმატებით მივაღწევთ. 2013 წლიდან რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377,000-ზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით სარგებლობს ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე. 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57,000 აბონენტი ჩაერთვება. ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. 2016 წელს საქართველო მოიხსენებათ გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მას შემდეგ განხორციელდა მრავალი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ამ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავახადო ეკონომიკის სამინისტროს მთელ გუნდს, განსაკუთრებით პირადად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს დარგის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის და ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის წინსვლა, რომელიც ენერგეტიკის სექტორმა ამ წლებში განიცადა, არის თქონდა თითოეული თქვენგანის, დარგის თითოეული სპეციალისტის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურება და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პროფესიონალს, რომელსაც შეგვაქვთ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მდგრადობის უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო.
ახლა კი სცენაზე ვთხოვ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ დღეს ასეთი სასიამოვნო მიზეზით შევიკრიბეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ენერგეტიკოსის დღე მოგილოცოთ ამ ადგილიდან. ძვირფასო ენერგეტიკოსებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. თავიდანვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი სამუშაოსთვის და წვლილისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგის ენერგეტიკის განვითარების და ჩვენი წარმატებული მომავლის უზრუნველყოფის საქმეში შეიტანეთ. ახალს არაფერს ვიტყვი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც ზოგადად და დიდწილად განსაზღვრავს ეკონომიკის წარმატებულ ფუნქციონირებას. ისიც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად დიდი, მეტიც ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს ენერგეტიკის სექტორის ზრდა განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებისთვის. თქვენი აქ ყოფნა ნამდვილად წარმოადგენს დემონსტრირებას საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტების, ის რომ ენერგეტიკა მართლაც განსაკუთრებულ პრიორიტეტული დარგია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მხარდაჭერა ენერგეტიკის მიმართულებით მომავალ წლებშიც აუცილებლად გაგრძელდება. ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია დამკვიდრდა, როდესაც ჩვენ წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ვაჯამებთ. გვაქვს დეტალური პრეზენტაცია გაწეული საქმიანობის და ასევე ჩვენი გეგმების შესახებ. ყოველწლიურად, როგორც აღინიშნა, იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იგრძდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, ამით ჩვენ ვქნით მყარ საფუძველს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო მყარი. ასევე ჩვენთვის არ ახალია, რომ ენერგეტიკული სფერო უკავშირდება საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა მიმართულებას, განსაკუთრებით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის ენერგეტიკული სფეროს წარმატება არის მნიშვნელოვანი და ჩვენ დღეს განსაკუთრებით ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცალსახად ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროს როლი და ენერგოდამოუკიდებლობის როლი ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებაში, თუ შეიძლება ითქვას ასევე წარუმატებლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიურ სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკას იმისთვის, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ უფრო მეტი გენერაციის ობიექტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გქონდეს, არამედ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი და პროგნოზირებადი გარემო, როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ზოგადად ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის, იმიტომ რომ პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ეკონომიკის ყველა დარგის წარმატებისთვის. ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო წლებში გაწეული სამუშაო. ჩვენ იცით, რომ მხარდაჭერის ახალი სქემა შევიმუშავეთ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების წახალისების კუთხით. ეს იყო ფასის გარანტირების სქემა, რომელიც კონკრეტ კონკურენტულ პირობებში ჩამოყალიბდა. ჩვენ ორი აუქციონი ჩავატარეთ. მიმდინარე წელს ჩატარდა მეორე აუქციონი, სადაც ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად დიდი იყო ინტერესი ინვესტორების მხრიდან და აქტიური იყო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ უფრო დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით უკვე აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებულ კონკურენტულ ფასად მოვახდინოთ მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში ინვესტორებისთვის. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი და ამბიციური გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა 30 წლისთვის ჩვენ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა, გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას, ამას მივახციოთ. ასევე ჩვენ გვესმის, რომ მოხმარება არ არის მუდმივი, ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან და მაღალ ტემპებთან ერთად ჩვენ პარალელურად გვესდება ენერგო მოხმარება და აქაც მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას ჩვენი აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკით უნდა უპასუხოთ. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გარდა გენერაციის ობიექტების მშენებლობისა ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობ. ეს შეეხება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და განვითარებას. ამ ხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ალბათ სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ელექტროხაზი. ჩვენ საკმაო წარმატებას მივახციეთ ბოლო წლებში მეზობელ ქვეყნებთან ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მაგრამ ეს არის ახალი სიტყვა ჩვენს რეალობაში, როდესაც ჩვენ შავი ზღვის გავლით პირდაპირ შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მიმზიდველ ევროპულ ბაზარს ქართული ელექტროსისტემა დაუკავშიროთ, რაც რა თქმა უნდა მიმზიდველობას ჩვენს სექტორის კიდევ უფრო გაზრდის, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობას. ეს რა თქმა უნდა ამბიციური პროექტია, ეს არის მარტივი პროექტი, ეს არის მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტი, თუმცა ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით მიმდინარე წელს სულ ახლახანს დასრულდა მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს პროექტი განხორციელებადია როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამან ახალი სტიმული მოგცა, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ასევე დავიწყეთ უკვე ერთობლივი საწარმოს დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მიღწევები ნავთობისა და გაზის სექტორში. ახალ სალიცენზიო ბლოკებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით უკვე დაწყებულია საერთაშორისო ტენდერები, რაც თავის მხრივ გაზის ადგილობრივი წიაღისეული რესურსით წელს ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი კვლევა ძიებითი სამუშაოების კუთხით, რაც და საქართველოს რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც გააჩნია პოტენციალი და თანამედროვე პოლიტიკით შეუძლიათ ამ პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას. სამხრეთ კავკასიური მილსადენი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ინფრასტრუქტურად, რომელიც ბუნებრივ გაზს კასპიის რეგიონიდან აწვდის ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და აქაც სატრანზიტო მოცულობები იზრდება საქართველოს მიერ მიღებული ეკონომიკური ეფექტიც. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს რეფორმების მიმართულებითაც, აქაც აღინიშნა, რომ ჩვენ ბოლო წლებში ჩვენი კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპულ კანონმდებლობასთან, ჩვენ ენერგოაღერთიანების წევრი ვართ, აქაც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახების შედეგი, ეს არის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია. ჩვენ უკვე ნებაყოფლობის წევრი ვართ, აქაც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახების შედეგი, ეს არის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია. ჩვენ უკვე ნებაყოფლობით რეჟიმში ავამოქმედეთ ელექტროენერგეტიკული ბაზარი და მომავალ წლებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სრულ ლიბერალიზაციას მოვახდენთ და საათობრივი დაბალანსების ვალდებულებებსაც ეტაპობრივად შემოვიღებთ, თუმცა აქაც ჩვენ ფრთხილი, გაზომილი და წინდახედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ენერგეტიკის სექტორი იმდენად მნიშვნელოვანი და მოცულობითი ალბათ დიდხანს შეიძლება ვრცლად მასზე საუბარი, თუმცა დღეს მოკლედ მოგახსენებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მიღწევა, რომელზეც ჩვენ უკვე დეტალურად პრეზენტაციის ფარგლებში მივიღებთ ინფორმაციას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მიღწევები სწორედ საქართველოს ენერგეტიკოსების დამსახურება, რისთვისაც მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გისურვებთ შემდგომ პროფესიულ და პირად წარმატებას. მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ენერგეტიკოსის დღისა